ჩვენ მექანიკურადაც ძალიან ვერ მოქმედად ხატრობაზე, იმიტომ რომ ნებისმიერი დაწოლის დროს შეიძლება ის უბრალოდ ჩამოვარდეს. უფრო მეტად ჩამჯდარია ჭვარტლის შიგნით და უფრო ნაკლებად იწმინდება. ანუ იმას შეიძლება მე დაჭდეს უფრო ქიმიური გზებით გაწმენდა და ასე შემდეგ. საკმაოდ რთული მდგომარეობა გვაქვს. ხატრობის ფენა ზოგან აქერცრილია, ანუ გვაქვს პატარ-პატარა ნაფლეთები, ასე ვთქვათ, და ის ფუნჯით მექანიკური ჩამოწმენაზე დიდი შანსია რომ მოცილდეს. ამიტომაც არის რომ ამდენი ხანია ვთქვათ ამ წმენდის მეთოდს ვიმუშავებთ. გარდა ამისა, განშრევება არის, ანუ ნიშნავს რომ შელესილობის ფენა მოცილებულია კედელთან. ახლა ვართ კამარაში, დასავლეთ კედელზე და რა ვიცი თქვენ თუ შეხედავთ საკმაოდ რთული მდგომარეობა. თუ კი მიკროსკოპით დავათვალიერებთ, ისევ და ისევ რაღაცა ნაწილი რჩება, თუმცა რაც გადაუდებელია, ეს აუცილებლად ახლა უნდა მოშოროთ. გაკეთდეს გაწმენდა მშრალად, უნდა შეირჩეს ფუნჯი სხვადასხვა დეტალისთვის ინდივიდუალურად. ეს ნაწილი არის გაკეთებული სხვადასხვა ფუნჯებით, ჩაატარდა და რომელიც უფრო უკეთესად გაიწმინდებოდა. ძალიან საფრთხილოა, იმიტომ რომ აი აქ არის ძალიან ბევრი დაზიანება, აი აქ ხედავთ ქვის გამოწეულობას, აი აქ არის კიდევ ფერის აქერცვა. ძალიან ფრთხილად უნდა ამას ფუნჯით, იმიტომ რომ შეიძლება ფუნჯმა წამოიღოს ფერი და ამიტომ ძალიან ნელად და ფაქისად კეთდება ეს. შემთხვევა მოხდა და ჩვენ თელმა საზოგადოებამ უნდა გავერთიანდეთ საზოგადოება ერიც და ბერიც და ყველა ერთად შევეცადოთ რომ გამოვასწოროთ ეს შემთხვევა და შევეცადოთ რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი რაღაც აი ასეთი შემთხვევის საშიშროება. ბერების პასუხისმგებლობაც არის, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც არის, ჩემი პირადად პასუხისმგებლობაც არის და თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობა არის. პირველი ეტაპი გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ვარაუდობენ, რომ შემდეგი კონსერვაციის ეტაპი მომავალი წლიდან დაიწყება.